ტუალეტის საკითხები. ჩვილების განავალი ძალიან აშფოთებს მშობლებს. პირველი განავალი ჩვილებში მუქი მწვანე ფერისაა, თიხას ან პლასტილის ჰგავს. ის ძალიან წებოვანია და კანისგან ცუდად ირეცხება. ეს არის მეკონიუმი, ანუ პირველადი განავალი. ნორმაში ის იწყებს გამოსვლას პირველივე დღეებში და რამდენიმე დღეში იცვლება ჩვეულებრივი განავლით. ზოგიერთი ბავშვის შემთხვევაში მეკონიუმი შეიძლება ჯერ კიდევ საშვილოსნოში გამოვიდეს, ამიტომ ნაყოფის წყლები შეიძლება იყოს მწვანე ან მუქი მწვანე ფერის სწორედ მეკონიუმის გამო. პირველი თვეების ჩვილებში სტანდარტული განავალი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი, ყავისფერი და სხვადასხვა კონსისტენციის, სრულიად თხევადიდან ნახევრად ფორმირებულამდე. სიხშირის ცვალებადია, დღეში 5-დან 7-დან 8 ჯერამდე, ან თუნდაც 3-5 დღეში ერთხელ, განსაკუთრებით იმ ჩვილებში, რომლებიც ძუძუთი იკვებებიან. მაგრამ როგორი განავალი არ იძლება ნორმალურად? შავი, თეთრი ან ძალიან ღია, წითელი ან წითელი ზოლებით და მკვრივი. ასევე თითოეული კონკრეტული ბავშვისთვის შეიძლება ნორმალური იყოს ტუალეტში სიარული 5 დღეში ერთხელ, ხოლო სხვა ბავშვისთვის ეს უკვე შეკრულებად ჩაითვლება. აქ ინდივიდუალურია განხილვა ფაქტორებზე.